ჩვენი სოლიდარობა მზიას და თხოვნა, რომ განაგრძოს ის საქმიანობა, რასაც მანამდე აკეთებდა. შევიტყვეთ, რომ მას ბოლოს და ბოლოს ჩაუტარდა სამედიცინო კვლევა თვალებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. და კარგი ამბავი ისიც არის, რომ სულ მცირე სამედიცინო თვალსაზრისით მას უკვე ჩაუტარდა მკურნალობა. როგორც გახსოვთ, მზიას კანდიდატურას ხარი დაუჭირა კოლეგების საკმაოდ დიდმა ჯგუფმა. მათ შორის მეც. შემდეგ კი ჩვენ შევუერთდით ტიპის შეთავაზებას ორი დამოუკიდებელი კანდიდატის გაერთიანებაზე. ეს ძალიან სიმპტომურია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვაქვს ბელორუსი და საქართველო ერთად. ორი ჟურნალისტი სახაროვის პრემიაზე ერთდროულად. ეს ძალიან თვალსაჩინოდ აჩვენებს, რა მიმართულებით მიდის საქართველო. საქართველო არ უახლოვდება ევროკავშირს. საქართველო უახლოვდება ბელორუსის რეჟიმს. ეს არის სერიოზული განგაშის სიგნალი არსებულ ვითარებაში. ძალიან მიხარია, რომ საბოლოოდ მზია დაჯილდოვდა. თუმცა, რაც გვჭირდება, არის ის, რომ ეს ჯილდო ნიშნავდეს რეალურ დაცვას, ცნობიერების ამაღლებას და აქტიურ პოზიციას საბჭოსა და კომისიის მხრიდან. მზიას დასაცავად და საქართველოში დემოკრატიის იმ ნარჩენების შესანარჩუნებლად, რაც სამოქალაქო საზოგადოების გმირული პოზიციის მიუხედავად სულ უფრო იკლებს საზოგადოების იმ ნაწილის ქმედების მიუხედავად, რომელიც კვლავაც გამოდის რუსთაველზე და აგრძელებს პროტესტს. რაც შეეხება BBC-ს ფილმს. BBC ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო მედია საშუალებაა. ეს არ არის რიგითი ტელევიზია, რომელიც აქტივიზმს ეწევა და არც ქართული მედია. ფაქტთან დაკავშირებით ძალიან სიღრმისეული გამოძიება ჩაატარა. არსებული ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ გამოყენებული იყო კამიკის შემცველი საშუალებები. ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება ისე დასრულდა, რომ დაზარალებული ადამიანები არც კი გამოუკითხავთ. ეს რეალურ გამოძიებად ვერ ჩაითვლება. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დიდი ალფატობით მათი გამოყენება სიმართლეა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მარტივი იქნებოდა ნამდვილი გამოძიების ჩატარება, დაზარალებულთა მონაწილეობით, სამედიცინო მოკვლევით კანისა და სხვა ანალიზით. მაგრამ თუ მათ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ სწრაფი ზედაპირული გამოძიება ისე, რომ დაზარალებულებს კი არ დაემარებინათ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს ნივთიერება ნამდვილად გამოიყენეს. სწორედ ამიტომ ეს არის რეპრესიების კიდევ ერთი საფეხური. ეს აღარ არის მხოლოდ ადამიანების დაკავება აბსურდული საბაბებით. მაგალითად, ქუჩის გადაკეტვის მიზეზით პროტესტის დროს. ეს არის აშკარა აგრესია და სრულიად სდება ნებისმიერი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებს. ეს არის კანონის კიდევ ერთი უხეში დარღვევა. არ ვიცი, შეიძლება თუ არა, საერთაშორისო სამართლის კატეგორიაში გავიდეს, მაგრამ აშკარაა, რომ ეს არის დანაშაული, რომელიც უნდა გამოიძიოს სასამართლომ, თუ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს რეალური მართლმსაჯულების ნარჩენები. ამიტომაც საჭიროა პოლიტიკური მოქმედება, ფაქტების საჯაროდ გაშიფრვა და დაგმობა. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ზუსტად ამას აკეთებენ. თუმცა ეს უკვე რეპრესიების ძალიან მნიშვნელოვანი, თვისებრივად ახალი ეტაპია. რეპრესიები მოქმედებს იმავე სცენარით, რაც სხვა ქვეყნებში გვინახავს. ახლა კი ვხედავთ ამ არაავტორიზებული იარაღის გამოყენებას. მსგავსი რამ მოხდა სერბეთში, აკუსტიკური მოწყობილობის შემთხვევაში და ახლა იგივე საქართველოში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით. შიშობ, რომ როცა მსოფლიოს ავტოკრატები ერთად იკრიბებიან, სადაც არ უნდა იყოს ეს შეხვედრა. ალბათ ასეთ ბინძურ მეთოდებსაც უზიარებენ ერთმანეთს და თქვენი პრემიერ-მინისტრის ყოფნა იმ სამინზე, მსოფლიოს ამ ნაწილის თითქმის ყველა ავტორიტარ ლიდერთან ერთად შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ სასწავლო სემინარად იმის დასაკვირვებლად, თუ როგორ უნდა გათელო ხალხის უფლებები. რატომ საუბრობთ ასე ხშირად საქართველოზე? იმიტომ, რომ საქართველო იყო და თეორიულად კვლავაც არის კანდიდატი ქვეყანა. იმიტომ, რომ საქართველო უახლოვდებოდა ევროკავშირს. იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ თქვენ აღიქმებოდით როგორც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ამ გზაზე. ახლა კი ეს არის ქვეყანა, სადაც უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ლიდერების ყოფნა მსოფლიოს ავტოკრატებთან ერთად. რეპრესიები
და მრავალ საკითხში რუსეთთან თანხმდრა. ეს ძალიან თვალსაჩინო და მტკივნეული მდგომარეობაა, რადგან ქვეყანა სწორ გზაზე იდგა, ევროკავშირისკენ მიდიოდა და შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ყოველგვარი წინასწარი განცხადებისა და საარჩევნო კამპანიის დროს ამის ხსენების გარეშე, რომ ეს იქნებოდა მათი მთავარი იდეა. უარი ეთქვათ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს იყო ფარული დღის წესრიგი, რომელიც მათ არ გაამჟღავნეს იმ მომენტამდე, სანამ არ მივიღეთ გაყალბებული არჩევნების შედეგებით შექმნილი ვითარება. ვიზებთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს საზოგადოებას გავაცანით კომისიის ხედვა, რომელიც ითვალისწინებს შეჩერების მექანიზმს ინდივიდუალური სტატუსის საფუძველზე. Როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული სამართლებრივი პროცედურები. ზუსტად ვერ გეტყვით, რა საკითხზეა საუბარი, მაგრამ რაც კომისიამ ჩვენთან კომუნიკაციაში აღნიშნა, ისინი ცდილობენ ამ სამართლებრივი დასკვნის ვითარების ან პრაქტიკული ბარიერების გადალახვას. თუმცა პარლამენტის პოზიცია მრავალი თვის განმავლობაში მკაფიოა. ჩვენ გვინდა სანქციები. ჩვენ ვამბობთ სანქციები. რა მასშტაბითაც არ უნდა იყოს ისინი, რა სამართლებრივი მექანიზმითაც არ უნდა განხორციელდეს და რომელი კანონის გამოყენებითაც არ უნდა მოხდეს. პარლამენტის შეფასებით, სანქციები შეიძლება დაგვეხმაროს იმაში, რომ ხელისუფლებამ შეარბილოს, შეცვალოს ან გადახედოს მდგომარეობას. სწორედ ამიტომ ჩვენ იგივე პოზიციას ვიმეორებთ. რატომ არ არის სიმართლე, რომ ქართულ ოცნებას ევროპისკენ მიყავს ქვეყანა? იმიტომ, რომ ეს ასე არ არის. უბრალოდ იმიტომ, რომ მათ გადაწყვიტეს სხვაგვარად მოქმედება. როგორც უკვე ვთქვი, პირველ რიგში მათ საარჩევნო კამპანიის დროს მთლიანად დამალეს ევროკავშირის გზიდან გადახვევის იდეა. შემდეგ კი არჩევნების დასრულებისთანავე მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ ეს იყო ბოლო არჩევნების ფარული დღის წესრიგი. ახლა ბრიუსელში მთავარი კითხვა ასე დგას. არის თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყანა? სჭირდება თუ არა საქართველოს კომისიისა და პარლამენტის ყოველწლიური ანგარიში? ჩვენი გადაწყვეტილება და ხედვა ასეთია. დიახ, ფორმალურად თქვენ კვლავაც კანდიდატი ქვეყანა ხართ და ეს საშუალებას აძლევს ევროკავშირს, ევროკომისიას და ევროპარლამენტს ვისაუბროთ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ეს არის ბერკეტი, რადგან თუ კანდიდატი ქვეყანა არ ხარ, ჩვენი ბერკეტი მნიშვნელოვნად მცირდება, როგორც ეს ბევრ სხვა ავტოკრატულ ქვეყანაში ხდება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ და ამასთან დაკავშირებით კომისიამაც მოგმართა შეკითხვით, უნდა გავაგრძელოთ თუ არა ეს პროცესი. ჩვენი პასუხია, დიახ, უნდა გავაგრძელოთ როგორც კომისიის, ისე პარლამენტის ანგარიშების მომზადება, რადგან ეს არის ძალიან აქტუალური ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სიღრმისეულად ასახოს ქვეყანაში არსებული ვითარება. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი გაწევრიანების პროცესის შეწყვეტა ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების იმედის მოკლას. სწორედ ამიტომ არაერთი მიზეზის გამო, არა მხოლოდ ბრიუსელიდან გამომდინარე, არამედ სამოქალაქო საზოგადოების და იმ მილიონობით ქართველი მოქალაქის გამო, ვისაც ევროკავშირის წევრობა სურს, ჩვენ გვინდა ეს პროცესი ცოცხალი შევინარჩუნოთ.